ეროვნული ვალუტის გაუფასურების ფონზე ბიზნესი უკვე ზარალს ითვლის და ბიზნეს გეგმების გადაწყობაზე ფიქრობს, რომ ლარის ვარდნით გამოწვეულ პრობლემებს გაუმკლავდეს. თემაზე ეკონომეტრის სტუმარია თამარ ყაჭაშვილი, ბიზნეს ასოციაცია ქალები მომავლისთვის გამგეობის წევრი მეწარმე. ქალბატონი თამარ, მოგესალმებით. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. ქალბატონი თამარ, მიუხედავად მთავრობის არაერთი განცხადებისა, რომ ლარის კურსის სტაბილურობისკენ წავა, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ზოგადად კურსის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია. როგორ აისახა ლარის 30%-იანი გაუფასურება ბიზნესზე? იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ყველამ ვიცით რა სიტუაციაში ვართ და ესე ვთქვათ, ყველა ვართ იმ პროცესების მონაწილე, რაც მოგვიტანა ლარის გაუფასურებამ და ალბათ ახალსაც ვერაფერს ვიტყვით და ვიტყვი პირადად მე, მაგრამ რომ დავკონკრეტდეთ და კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, მინდა ვთქვა, რომ ესე იგი ქვეყანა, რომელიც ძირითადად დამოკიდებული არის იმპორტირებულ პროდუქციაზე, რასაკვირველია, ლარის გაუფასურების შედეგად ამ პროდუქციაზე ფასები იზრდება. იქიდან გამომდინარე, რომ ესე ვთქვათ, თვითონ ჩემი საკუთარი გამოცდილებიდან და იმის ფონზე, რომ თავად ესე ვთქვათ, ჩვენი პროდუქციის ძირითადი ნაწილი არის იმპორტირებული, მოგვიხდა ბოლო ხანს გადაგვეხედა ესე ვთქვათ, ფასებისთვის და მოხდა ფასების და რაც რასაკვირველია. ბაზარი თუ შეგიმცირდათ? იცით რა, ესე იგი, ჩვენ პირადად, ესე ვთქვათ, ჩემს ბიზნესში ამ წუთში ვერ ვიტყვი, რომ ბაზარი შემცირდა, ანუ სოფლის მეურნეობის სფეროში მოღვაწეობთ ჩვენ, მაგრამ ალბათ, ესე ვთქვათ, საფიქრელია, ალბათ კი არა, ნამდვილად საფიქრელია, თუ ეს პროცესები ესე გაგრძელდა და ეს რაღაც სტაბილურობისკენ არ წავიდა პროცესები, ალბათ მოსალოდნელი არის, რომ ესე ვთქვათ, არსებული ბაზარი შემცირდეს, იმიტომ რომ მომხმარებლის მსყიდველობითი უნარიანობა რეალურად დაქვეითდება ამ პროცესების ფონზე. ქალბატონი თამარ, საინტერესოა შარშანდელთან შედარებით თუ შემცირდა მოგება ან რაიმე ზარალზე თუ წავიდა კომპანია? კომპანია ნამდვილად არ წასულა ზარალზე, კონკრეტულად ჩვენ შემთხვევაში პირიქით, ესე ვთქვათ, სოფლის მეურნეობის სექტორში, ესე ვთქვათ, და ჩვენ სფეროში რეალურად უფრო იგი გრძნობა გამოსოცხლება, ეს მე მინდა რომ ნამდვილად აღვნიშნო და ამას ხაზი გაუსვა. და ეს ტენდენცია რეალურად მეორე წელი არის, შენარჩუნებულია, თუმცა რა იქნება, ვთქვათ, მომავალში ნამდვილად. ქალბატონი თამარ, თქვენ ბიზნეს ასოციაციას წარმოადგენთ, თუ შეგიძლიათ გითხრათ, რა მდგომარეობაა ზოგადად ბიზნეს ასოციაციაში, რას ყვებიან თქვენი კოლეგები, აი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რომელზეც ახლა საუბრობდით თქვენ კონკრეტულ საკუთარ ბიზნესზე? ესე იგი, ზოგადად სიტუაცია ნამდვილად არის ყურადსაღები, იმიტომ რომ ყველა აღნიშნავს, რომ დოლარის გაძვირებამ რეალურად გავლენა მოახდინა ყველას ბიზნესზე, რადგან როგორც აღნიშნეთ, უმეტესწილად ხდება პროდუქციის იმპორტირება და რასაკვირველია, ანუ როდესაც გიხდება ძვირად დოლარის ყიდვა იმისთვის, რომ შემოიტანო ახალი პროდუქცია, შესაბამისად იძულებული ხარ გაზარდო ფასი, თუმცა იყო ესეთი პრეცედენტი, მე მომისმენია მაგალითად ზოგიერთი ბიზნესებიდან, რომ გადაწყვიტეს, ესე იგი, ფასის, ფიქსირებული ფასის, ესე ვთქვათ, დაწესება, იქიდან გამომდინარე, რომ მათ შიში ჰქონდათ დაეკარგათ მომხმარებელი გაძვირებული პროდუქციის ფონზე. თუმცა მე მინდა აღვნიშნო, რომ ეს ვერ იქნება გრძელვადიანად გამოსაყენებელი ინსტრუმენტი, ეს ალბათ ძალიან მოკლე დროით შეიძლება გამოიყენოს ბიზნესმა და გრძელვადიანად თუ ვთქვათ, ესე გაგრძელდა, ალბათ ეს დასრულდება კრახით, რა თქმა უნდა. გასაგებია, ქალბატონი თამარ, როგორც წესი, ყველა ბიზნესს აქვს საბანკო სესხი. რამდენად გაგიძვირდა თვალდებულებები და რამდენად მოდიან ბანკები რესტრუქტურიზაციაზე?
იცით რა, პირადად მე ნამდვილად არ მქონია ახლო შეხება, ვთქვათ, საბანკო სესხთან, ჩემი კომპანია არ სარგებლობს საბანკო სესხით ამ პროდუქტით, ყოველთვის ვცდილობთ, რომ ესე ვთქვათ, საკუთარი რესურსის საშუალებით მოვახდინოთ ესე ვთქვათ. რა შეეხება თქვენს კოლეგებს, რა ინფორმაცია გაქვთ ამასთან დაკავშირებით? ნუ კოლეგებიდან გამომდინარე, რასაკვირველია, ზოგადად არის ჩივილები იმის შესახებ, რომ მიუწვდომელი არის, ვთქვათ, სესხები, რომ ესე იგი ბიზნესები რეალურად თუ უკიდურესი გამოუვალი მდგომარეობა არ არის, არ მიმართავენ ესე ვთქვათ სესხს და ამ პროდუქტით სარგებლობას და აღმოჩნდა, რომ ის იმ ადამიანებმა და იმ ბიზნესებმა, ვინც მიმართეს ესე ვთქვათ სესხებს და ეს სესხები რა თქმა უნდა იყო უცხოურ ვალუტაში დაფიქსირებული, დღეს აღმოჩნდნენ ესე ვთქვათ სავალალო მდგომარეობაში, იქიდან გამომდინარე, რომ მათ უხდებათ რეალურად უფრო მეტის გადახდა ვიდრე უხდებოდათ რამოდენიმე თვის წინ. გასაგებია და საინტერესოა, როგორ აპირებს ბიზნესი ვალუტის გაუფასურებით გამოწვეულ ეფექტს გაუმკლავდეს. ანუ მოხდება ეს ფასების ზრდის ხარჯზე თუ შეამცირებთ მაგალითად ხელფასებს ან სამუშაო ადგილებს? Ვიცით რა, მე ვფიქრობ, რომ ალბათ პროგნოზირება როგორ მოიქცევა ბიზნესი ამ კონკრეტულ შემთხვევაში რთულია, იმიტომ რომ ბიზნესი დღეს მაინც ელოდება იმას, რომ სიტუაცია დარეგულირდება, შეიქმნება სტაბილური სიტუაცია და შემდეგ აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მიიღებს ბიზნესი ოპტიმალურ გადაწყვეტილებას. გასაგებია, ქალბატონ თამარ, ანალიტიკოსების პროგნოზით თუ ამ ტემპით გაგრძელდა ლარის გაუფასურება, ამას შედეგად ფინანსური კრიზისი შეიძლება მოყვეს. რამდენად ადეკვატურია მთავრობის რეაქცია არსებულ რისკებზე და რას ითხოვს ბიზნესი მთავრობისგან? მე ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ის რაც მოხდა და რაც ხდება, ეს ხდება და ესე ვთქვათ, ყველა ვხედავთ და ვართ მონაწილე. აქ მნიშვნელოვანი არის ის, რომ აქცენტი გაკეთდეს იმაზე, რომ რა შეიძლება გაკეთდეს, ანუ ოპტიმალური გამოსავალი მოინახოს სიტუაციის სტაბილურობისთვის და ბიზნესი მხოლოდ ითხოვს იმას, რომ იყოს მდგრადი და სტაბილური გარემო ბიზნესის განვითარებისთვის, რაც ზოგადად ქვეყანაში ეკონომიკის გაჯანსაღებას უწყობს ხელს. ქალბატონ თამარ, ბოლოს როგორ აისახა გაუფასურება ქართული ბიზნესის კონკურენტუნარიანობაზე, როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე, ანუ ადგილობრივ ბაზრებზე ხომ არ ჭირს იმპორტთან კონკურენცია? ადგილობრივ ბაზარზე იმპორტთან კონკურენცია, მე ვიტყვი, რომ რა თქმა უნდა ჭირდა ძალიან, თუმცა დღეს, როდესაც გვაქვს იმის პრეცედენტი, რომ რეალურად იმპორტირებული პროდუქცია საკმაოდ ზვირდება, ალბათ ადგილობრივ ბაზარს უფრო, ესე ვთქვათ, მეტი ასპარეზი მიეცემა ამ თვალსაზრისით. და მე მინდა ამავე დროს ვისარგებლო და ზოგადად ჩემი შეხედულება დავაფიქსირო, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ვთქვათ ესეთი სიტუაცია გვაქვს. ალბათ მნიშვნელოვანი არის, რომ ზოგადად იმპორტი მაქსიმალურად ჩანაცვლებული იყოს ადგილობრივი წარმოებით. არა მხოლოდ ამ სიტუაციაში, არამედ ზოგადად. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა. თამარ ყაჭაშვილი, ბიზნეს ასოციაცია ქალები მომავლისთვის გამგეობის წევრი იყო ეკონომეტრის სტუმარი.